იქნება თუ არა კახა კალაძე კვლავ ოცნების მერობის კანდიდატი. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ივანიშვილის თანაგუნდელებში ისევ არ არსებობს. კალაგის ოფიციალური წარდგენა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო. ისინი ამბობენ, რომ ტექნიკური მიზეზით ქართული ოცნების წევრების ნაწილი ამბობს, რომ კალაძემ უკვე თავადვე დაადასტურა, რომ კანდიდატი ისევ ის იქნება. ნაწილი კი ჟურნალისტებს მოუწოდებს დაელოდონ ოფიციალურ გადაწყვეტილებას. მან საჯაროდ განაცხადა, უბრალოდ ეს ოფიციალურად ახლა ყველა მუნიციპალიტეტის კანდიდატები რო დასახელება, მაშინ დასახელება. აბა ახლა ეს ასეთი არასერიოზული გოლია თბილისის მერი, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, საჯაროდ ამაზე ლაპარაკობ. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა თვითონ ქალაქის მერი ამაზე საუბრობს, თუ კიდე კითხვებია არ ვიცი. დაველოდოთ პოლიცსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი კახას მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, როგორც მახსოვს, მასაც აქვს აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული განცხადება, ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ ბატონ კახას. აელოდეთ შესაბამის პრეზენტაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ცუდ ხასიათზე დადგებით ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი წარადგენს იმ კანდიდატებს, რომლებიც რა თქმა უნდა დამაჯერებლად დაამარცხებენ გარედან მართულ ადამიანებს. საჯაროდ გამოაცხადა ბატონმა კახიმ, რომ ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს თბილისის მერობის არჩევნებში და გასაგებია თავიდანვე უკვე რომ კონკურენცია დიდი არც იქნება ამ არჩევნებში, არა მარტო იმიტომ რომ თქვათ ის უკვე გამოცდილია როგორც მერი და ძალიან ბევრი გამოწვევა იცის ქალაქ თბილისის, არამედ იმითაც რომ ის პოლიტიკაში არის საკმაოდ ასევე გამოცდილი.